გრძელდება ჩვენი გადაცემა, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდით. სტუდიაში უკვე შემოგწანდა კლისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მდელმსახური და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის პედაგოგი დეკანოზი დავით ციცქიშვილი. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება ვერცხლის მოყვარეობა. მოგესალმებით, მამა დავით. დაგვრჩით. მე მოვინიშნე წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები და ის ბრძანებს, რომ გამდიდრება გსურს, კითხოს სვამს, დაუმეგობრდი უფალს და ყველაზე მდიდარი იქნები. გასაგებია ეს სიტყვები, თუმცა ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ჩვენს გარშემო, ჩვენს ირგვლივ ადამიანი, რომელსაც არ სურდეს გამდიდრება, ნუ ყოველ შემთხვევაში არ უოცნებია გამდიდრებაზე, მაგრამ ალბათ ისიც ძნელი სათქმელია, რომ ვინმე თვლიდეს, რომ ვერცხლის მოყვარეა ალბათ, ხო? მოკლედ, აი რა არის მარტივად რო დავსვა პირველი შეკითხვა, რა იგულისხმება ამაში, აი ვის შეიძლება ეწოდოს ვერცხლის მოყვარე ადამიანი? ხო, ეთქოს ის რომ სამწუხაროდ მე ესე ვიტყოდი ძალიან ფეხი მოიგიდა ვერცხლის მოყვარეობამ. ჩვენი ეპოქა რო დაახასიათო ჩემი აზრით ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ ადამიანები გახდნენ ზედმეტად ვერცხლის მოყვარეები და ორიენტაცია აღებულია ფულის კეთებისკენ, თუ შეიძლება ასე ითქვას. მანამდე არ იყო ასე? იცით რა თქმა უნდა, ყველა ეპოქაში არსებობდნენ ფულის მოყვარე ადამიანები, მაგრამ ახლა მე დავესწარი ამ კომუნისტურ პერიოდს, რომელსაც საკმარისად ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ მაშინ უფრო ნაკლებად იყო გავრცელებული ეს. ძალიან ბევრი ადამიანი უფრო ორიენტირებული იყო მეცნიერი მაგალითად სამეცნიერო მუშაობაზე და იქ ნაკლებად ფიქრობდა როგორ იქნებოდა ანაზღაურება. მედიცინის მუშაკი ასევე ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ავადმყოფს დახმარებოდა. ხშირად ხდებოდა ეს კონსულტაცია, ვთქვათ, ახლობლობით, ნაცნობობით იქ რაც არავინ არ ფიქრობდა ასე ვთქვათ ფულის კეთებაზე და ეხლა თვითონ მედიცინის დარგის მუშაკებიდან ვიცი რომ ვთქვათ მე უკვე უძლური ვარ იქ კონსულტაცია ღირს თუნდაც 40-50 ლარი და ასევე აღარ ჭრის ეს მომენტი და შემოსავალი გახდა მთავარი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩივის ამას და ეხლა როდესაც 100 ლარი აქვს ადამიანს პენსია და იქ დაბალი ხელფასი აქვს 50 ლარს კონსულტაციაში გადაიხდი ბუნებრივია რომ ძალიან ასე ვთქვათ ძიმებითარებაში აღენებს ეს ჩვენ ქვეყანას და ბევრი ვერ მკურნალობს იმიტომ რომ შესაძლებლობა არ აქვს თვითონ ახლა მრევლის წევრებიდანაც რამდენჯერ მესმის ეს რომ უნდა გაიგეთოს ანალიზი გამოსაკვლევია მაგრამ ფული არ აქვს ვერ მიაქვს ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა ახლა ცოტა სხვა მართულებით წავედი, მაგრამ ალბათ ამ თემას უკავშირდება თუ შეიძლება ასე ითქვას. ვინ არის ვერცხლის მოყვარე, რომელიც პირველ ადგილას აყენებს ფულის მოხვეჭის მიზანს? ის შეიძლება ეკლესიურიც იყოს და ეს ვერცხლის მოყვარეობა მართალი გითხრათ, იმდენად ვერაგი სენია, რომ შეიძლება ადამიანს ეგონოს რომ თავარი მისთვის არის ღმერთი, მაგრამ ფსიქოლოგიურად თავარი გახდეს ფულის მოხვეჭის სურვილი. ასე რომ ვერცხლის მოყვარე ეს არის იგივე კერპთაყოლისმცემელი, რომელიც ფულს ყველაზე წინ აყენებს. აი თქვენ გქონიათ აი მაგალითად ახლა გამიჩნდა ეს შეკითხვა სასულიერო ბრძანდები და შესაბამისად იღებთ აღსარებას. აი ხშირად უთქვა, თან საერთოდ ამბობენ ადამიანები აღსარებაში, რომ ვერცხლის მოყვარე არ არის აუცილებელი რაღაცა მდიდარი იყო. აი უბრალოდ რაღაცაში, თუნდაც რაღაცა ნივთი, მე მაგალითად, აი მოუჯადოები ვარ რაღაცას და მანამ არ შემიძენია ეს ნივთი, შეიძლება მისესხია ფული, მაგრამ შემიძენია ესეც ხო არის ერთგვარი რაღაცა მიდრეკილება, რაღაცა კერპთაყონის მცემლობისაგან. აი უთქვამთ ეს ადამიანებს, რომ მამაო ვერცხლის მოყვარე ვარ ან რაღაცა დავიჭირე ჩემი თავი ამაში. აი სამწუხაროდ რა ხდება იცით, აი იმდენად ვერაგია ეს ვერცხლის მოყვარეობა, რომ ძალიან ნაკლებად რო ეს თქვა. მე ხა პარალელი მინდა გავალო არის ესეთი ხიბლის მდგომარეობა რელიგიური მეტად საშიში და
ხიფში ისე ვარდებიან ხოლმე ხშირად რომ თვითონაც აზარზე ვერ მოდიან ამასთან დაკავშირებით. მე ვიცი სასულიერო პირები ხიფზე დაუწერიათ და ბევრი და ისე ჩავარდნენ ხიფში რომ თვითონაც ვერ გაუცნობიერებიათ ეს ყველაფერი და თქვენ სწორად აღნიშნეთ იცით რომ ღვთისაწინააღმდეგო ძალის ვერაგობა იმაში მდგომარეობს რომ აი სწორედ ეს შეგნება ნაკლებად არის იცით ვერცხლის მოყვარეა ფული წინ არის და ამავე დროს ამას ვერაცნობიერებს ანუ რეალობას რო დაუბრუნდეთ და უფრო ცოცხალი მაგალითი რო მოვიშველიოთ ძალიან ნაკლებად რო ახსარებაში ეს ითქვას და მე ესე ვიტყოდი რომ უფრო რო განვაზოგადოთ ძალიან ნაკლებად რომ დღეს განგაშის სარები ისმოდეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ვერცხლის მოყვარე გახდა ადამიანი და მასიურად არის საზოგადოება დაავადებული. ამიტომაც თითქოს აი ეს ღვთისაწინააღმდეგო ძალა თითქოს ჩვენი ეპოქა აჩლუნგებს ადამიანს სამმართველობით და აი ამ სნეულებას არა ყოველგვარ მალავს. როგორ უნდა ვებრძოლოთ მამამ ამ სნეულებას როგორც თქვენ ახსენეთ? მასთან ბრძოლა ადვილი არ არის. საკმაოდ რთულია რა თქმა უნდა ამასთან გამკლავება. მასთან ბრძოლა ადვილი არ არის გეთახმებით. უბრალოდ ალბათ ეს გამომდინარეობს იქიდან ამდენად სწორად განვივითარებთ აი მართლმადიდებლურ ცნობიერებას. მართლმადიდებლურ ცნობიერება რას გულისხმობს? უფალზე მინდობას. წმინდა წერილში წერიან უფიქრობთ ხოლმე დღაზე რა სვათ რა ჭამოთ რიც შეიმოსოთ იფიქრეთ სასწაულს ყველაფერი ეს მოგეცემა თქვენ და იქ ლაპარაკია ფრინველებს რომლებიც არც თესვენ არც კიან არც ბეღელში აგროვებენ და უფალი ასაზრდოებს მას მაგრამ გვახსოვს კი ეს აი სწორედ მაგაშია საქმეზე რომ იდგება აღარ გვახსოვს ჩვენ თითქოს თეორიულად იცი მაგრამ ძალიან ნაკლებად რომ გაჭირვების დროს ასე ვთქვათ აი ეს გაგვახსენდეს მე მახსენდება ერთი მაგალითი მაშინერის კაცი ვიყავი შევედი სიონში და ერთ-ერთი მოძღვარი ქადაგებს ეს დაახლოებით 90-იანი წლებია მონასტერში ვიყავი თოდა იქიდანო საგზალი გამოგვატანასო თბილისშიო მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობსო და თუ შესაძლებლობა გაქვსო გვატანთო საჭმელსო ჩვენ შევიარეთ ბაზარში რაღაც დავუმატეთ რომ მივედითო იმ კაცმა უტირილი დაიწყო აი ბოლო რაც ქონდა ის ვაჭამე ბავშვებსო და ფულიც არ ქონდა რაღაცა შემეძინაო შემდგომში. მაგრამ იმიტომ კი არ ტირიო მხოლოდ რომ აი თქვენი სახით უფალმა დახმარების ხელი გამომიწოდაო. აი რამდენჯერ ყოფილა ეგეთი კრიტიკული სიტუაცია და ყოველთვის უფალი შემწევიაო და რაღაც მოსულაო. ჩემ სულ მოკვლეობაზე ვტირიო. წარმოიდგინეთ თქვენ. ეხა ერთია როდესაც აი ესიცი თეორიულად მეორე როდესაც აი უფალს მიენდობი. ეს კიდე ცალკე ხელოვნება, რომელიც ჩემი აზრით ეგ ადვილად არ მოდის. ამას თვეები, წლები ჭირდება, რომ ვისწავლოთ უფალზე მინდობა. რომ კი არ გვეშინოდეს პანიკურად და კი არ დავაგროვოთ ეს ფული შავი დღისთვის. არამედ ვიცოდეთ, რომ უფალი ჩვენ გვერდით არის, როდესაც გაგვიჭირდება. არა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი მოგვეხმარება. მამა მე თქვენთან საუბარი განსაკუთრებულად მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სასულიერო პირი ბრძანდებით, ასევე ფსიქოლოგი ხარ და სხვა კუთხითაც შეგიძლიათ ხოლმე რაღაცები გაანალიზოთ და დაგვანახოთ ხოლმე უფრო ცხადად. აი ფსიქოლოგიური კუთხით საინტერესოა. მაგალითად ავიღოთ მაგალითისათვის ბიზნესმენი, რომელიც არათუ მილიონერია, თქვათ, იყოს მილიარდერი. თუმცა მისი გონება არის აწყობილი იქითკენ, რომ ყოველდღიურად იზრდებოდეს მისი ქონება. აი ეს რა ფსიქოლოგიური მომენტია, ანუ არც იქ არის ალბათ ლოგიკა, რომ სადღაც გაჩერდეს. რატომ? თუ კი არის მოგება, რატომ უნდა თქვას ამაზე უარი? აი რა მომენტია ეს ფსიქოლოგიურად? როდესაც ადამიანი სულ გამდიდრებისკენ ისრაფვის. ეს არის აი სწორედ ვერცხლის მოყვარების მნება, მე ესე ვიტყოდი, აზარტი, რომელიც მოიცავს ადამიანის არსებას. აი რომ შედიან ხოლმე, თქვათ, თამაშობენ იქ. თქვათ, აზარტულ თამაშობს, კაზინო იქნება თუ პოკერ კლუბები არა. ეგრე ფსიქოლოგები აღნიშნავენ, არც თუ იშვიათად ის კი არ არის წინ წამოწეული ფული მოიხვეჭონ, არამედ აი იმ სიამოვნებით დემონური დატკბენ
რაც თამაშს ახლავს თავს და მე ესე ვიტყოდი რომ ალბათ როდესაც აი უკვე დიდი ფულის პატრონებთან გვაქვს საქმე არა აი ეს ვნება მოიცავთ ხოლმე და მე ძალიან ისეთი საინტერესო დეტალებია იქ რომ ამ ვნებას რა ახასიათებს რომ ძალიან ხშირად ეს ადამიანები უფრო ძუნწები არიან ვიდრე ის ვინც კი არაფერს არ ფლობს. რომ გითხრათ ახლა მილიონერებს ვიცნობთ მოგაყურეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეძლებულ ადამიანს და ისეთ რაღაცაში გამოუჩენია, აი რაღაცა მომჭირნეობა, რომ მე გაყვირვება გამოუწევია ჩემში, აბსოლუტურად უმნიშვნელო რაღაცაში, ელემენტარულში. ახლა ეგ მე მიფიქრე, რომ ალბათ იმიტომაც აქვს თქო, რომ ესე ადვილად არ ხარჯავს შეიძლება. ხო, ალბათ მანდ არის რა თქმა უნდა ლოგიკა, რახან ესე ადვილად არ ხარჯავს. ვერცხლის მოყოლების სხვადასხვა გამოვლინება ახასიათებს. ერთ-ერთი არის სიძუნწე, მე ესე ვიტყოდი. თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ ხა ის რომ ფანდავდეს ფულს არა ამდენ სიმდიდრეს ვერ დააგროვებდა. არის აქ ლოგიკა. ამავე დროს მე მახსენდება ერთ-ერთი შემთხვევა ესეთი ევოლოგი იყო ესეთი ადამიანი რომელიც ძალიან დიდი მოწყალების გაცემით გამოირჩეოდა და სულ ეხმარებოდა მატერიალურად სხვებს, თუმცა თვითონ დიდი არაფერი არ ჰქონდა. იგი გამდიდრდა და გახდა საოცრად ისეთი ძუნწი, ხელმომჭერი. და სულეთ შეიცვალა. მე ისევ გაღარიბდა და ისევ ძელებული ადამიანი, ასე ვთქვათ, ასე რომ აი როდესაც ვეცნობით ხოლმე ამ მართლმადიდებლურ, ასე ვთქვათ, სულიერ პატერიკებს იქ ხდება ესეთი მაგალითები. და ესე ვიტყოდი, რომ ამ ვერცხლის მოყარებას სხვადასხვანაირი გამოვლინება ახასიათებს და ალბათ სხვათა შორის საინტერესოა მართლა თქვენ რა საკითხით დასვით, რომ ფსიქოლოგია ანალიზი გაკეთდეს, თუ რა ემართებათ აი ამ დიდი ფულის პატრონებს. როგორი, ასე ვთქვათ, აზარტი შეიმჩნევა მათში რომ აჩილებ მეტი და მეტი ფული. თუმცა მაგალითად მამა რომელიც ახლა თქვენ დაესახელოთ რომ იყო ესეთი ადამიანი რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, მაგრამ მაინც ცდილობდა რომ სხვისთვის ხელი გაემართა, შემდგომ ის გამდიდრდა, რომელიც გაძუნწდა და შემდგომ ისევ ვარნა განიცადა, ასე ვთქვათ, ფინანსურად და გაღატაკდა, ასე ვთქვათ, და ისევ გაუშვდა სურვილი რომ დახმარებოდა სხვას. ეს ალბათ ერთგვარი გამოცდაც არის ადამიანის, მისი პიროვნული თვისებების ალბათ დამთანხმებით, ხო? და აი რატო ხდება ასე? რა თქმა უნდა, გამოცდაც არის, როგორ არ არის გამოცდა. ნუ სამწუხაროდ რატომ ხდება ასე? ალბათ ხდება ასე იმიტომ რომ შეიძლება ჩაითვალოს თუ არა რომ როდესაც ის გამდიდრდა იმ მომენტში მან თავისი სახე სრულად წარმოაჩინა. იცით რა არის? შეიძლება ესეც ჩაითვალოს მასში ქონდა როდესაც განსასწრელი მოდის, ხშირად განსასწრელს რა ახასიათებს, რომ ჩვენ დაფარულ თვისებებს ამჟღავნებს. დიახ. რასაც ვერ გავიგებდით, თქვათ, იმიტომაც არის განკითხვა ძალიან საშიში, რომ იმ სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს შენ არიცი როგორ მოიქცევი. შეიძლება ისეთივე სიძუნწე გამოავლინო, როგორცაც ავლინონ მილიონერები. ნუ ყველაზე რა თქმა უნდა მე არ ვიტყვი. რა თქმა უნდა. ასე რომ ეს მომენტიც არის და არის კიდე ის მომენტიც, იცით რომ მრავალ არიან ჩინებული მცირედ რჩეულნი. საერთოდ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ თუ რა ვიწროა სასופველისკენ მიმავალი გზა. ეკლესიაში არის ცხონება, მაგრამ ეკლესიის წიაღში მე რასაც უყურებ ძალიან ბევრი იღუპება სულიერად. ვერ უძლებს. ეს არის ურთულესი გამოსτα. ეხლა წარმოედგინეთ თქვენ, ამაზე რთული რა უნდა იყოს, რომელთან გამოსτα ჩააბარო. შენ გამოსტას აბარებ სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ვერცხლის მოყარების. რისხანების და ასე შემდეგ. ასე რომ როგორ გითხრათ, იცით, უფალი დაგიყენებს ამ გამოსტის წინაშე და სამწუხაროდ რეალობა ეს არის, რომ ბევრი იღუპება. ალბათ ყველა ეპოქაში იგი იყო, მაგრამ ესე იყო, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ ეს. ეს არის ძალიან მკაცრი გამოცდა, რომელსაც ასევე ჩვენ ქრისტიანები ვერ ვაცნობიერებთ, მათ შორის მრევლი, მათ შორის სასულიერო პირები, პირდაპირ უნდა ითქვას ეს. დიახ. იმიტომ რომ ეს ვნება ვერცხლის მოყარების ახლა არ არის დასამალო სასულიერო პირებსაც ებრძვით და არის ნაწილასამართული კიდევაც, რომ ბოლო ჟამს საერთოდ აი როდესაც ახლოვდება მეორე მოსვლა მისი წინამორბედი არის ვერცხლის მოყარების ხანა. და ლავრენტი ჩერნიგოველი მახსოვს ღირსი მამა არის წერს რომ ბოლო ჟამსო აი სწორედ სასულიერო პირებსაც შეეპარება ეს სენი. ისინი იფიქრებენ უფრო სიმდიდრეზე, იფიქრებენ უფრო
ასე ვთქვათ, ქონებაზე ექნება თუ აგარაკებიო, მანქანებიო, დაივიწყებენო ესოს ლოცვას. ასე რომ ჩვენ შეიძლება ზოგჯერ იმაზეც ვაკრიტიკებდნენ და თვითკრიტიკულები ნაკლებად ვარ, მე მგონი ალბათ ეს თვისებაც უნდა წამოვიდეს ჩვენთან წინ, რომ გავხდეთ უფრო თვითკრიტიკულები და რეალობას თვალი გავუსწოროთ, რომ ვერცხლის მოყვარეობის სცენი ებრძვის როგორც ერს, ისე ბერს. აი, ვთქვათ, ქურდობა ავიღოთ ამ შემთხვევაში. ერთ-ერთი გამებადა ახლა ეს აზრი, კითხვა უბრალოდ. აი, ერთ-ერთი მიზეზი ქურდობისა შეიძლება იყოს ესეც, აი, ვერცხლის მოყვარეობა, რომ ვთქვათ, შეიძლება არ აკლდეს რაღაც, არის ქურდოს ლუკმა პურისთვის, მე მგონი დღეს ესე არავის არ უჭირს, ხო? არც მიდრეკილება ის ქურდობაზეც გვისაუბრია ჩვენ, რომ არიან ხო ასეთი ადამიანები, რომ რაღაც უნდა მოიპარო, შეიძლება არ ჭირდებოდეს, მაგრამ აი როცა ფულზეა ან სამკაულობაზე საქმე, მოკლედ ზოგადად სიმდიდრეზე, რომ იპაროს ადამიანი. ანუ ერთ-ერთი ბიძგის მიმცემი არის თუ არა ეს ვერცხლის მოყვარეობა. კლეპტომანებიც ხომ არსებობენ, მაგრამ არსებობენ. არანაირად არ უჭირს, მაგრამ ნუ აქვს ასეთი სენი მიდრეკილება და რა თქმა უნდა არის ესეთი პათოლოგია დაფიქსირებული, როდესაც თუნდაც ძალიან ესეთი დიდი ფულის პატრონები შედიან და ესეთ წვრილმანებს იპარავენ, ასე ვთქვათ, მაღაზიაში, რომ უცნაურია, ასე რომ სუვენირს რომ მოიპაროს, არა? ხო, მაგრამ ეს არის რეალობა, ხო? ფაქტიურად მე როგორ გითხრათ, იცით, ხშირად მეჩვენება, რომ თავარი სამიზნე ღვთისაწინააღმდეგო ძალის არის, რა თქმა უნდა, ადამიანი და ძალიან ხშირად ქონია შეგრძნება იმისა, რომ როგორ ამაიმუნებს ადამიანს ეს ძალა. აბა როგორ იცნობს ადამიანს? როგორ იცნობს და როგორ დასცინის, იცით, და როგორ აი რას თქვენ თქვით ახლა რა, დიდი ფულის პატრონია შედის და ეს რაღაცას აკეთებს, ხო? კიდე რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება უკვე სხვა სფეროდან, როდესაც ადამიანი თავის სახეს, ასე ვთქვათ, კარგავს. და ეს არის რაღაც დემონური მოჯადოებული წრე და სხვათა შორის ეს სხვა თემას ეხება, მაგრამ თუ არა თაებრივი მადლი, თუ არა აღსარება, თუ არა ზიარება რა, ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდიხარ. იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს აკიპნოდებს ბოროტი. აი ამ მიმართულები და ვერაფრით ვერ ასე ვთქვათ ახერხებენ, რომ ეს პრობლემა დაძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულიც კონდე და განიცდიდნენ ამას ყველაფერს. დიახ, მაგრამ ჩვენ საუბარი თითქმის უკვე დასასრულისკენ მიდის და ანუ აი ცოტა ფილოსოფიურად რო შევხედოთ არა ამ საკითხს, უნდა ადამიანმა ამ სამყაროში დაკარგა ყველაზე მთავარი, ხო? დაკარგა უფალი და ის ეძებს ამას, ანუ მის გარეშე ჩვენ ვერ პოულობთ სიმშვიდეს. ყველაფერი თქვათ იგივე სიმდიდრის მოხვეჭა, ვერცხლის მოყვარეობა, ყველაფერი ხო არის იქითკენ მიმართული, რომ ეს ერთგვარად თავის მოტყუებაა, მაგრამ ადამიანი ცდილობს რომ იყოს კარგად ამ სამყაროში, ხო? თუმცა ჩვენ ვიცით უამრავი მაგალითი არსებობს. იგივე აი თანამედროვე ახლა 21 საუკუნეში, როდესაც თქვათ ბევრი მილიონერი ან ნარკოტიკული საშუალებით ტოვებს ამ სოფელს ანუ ზედმეტი დოზით, ან თვითმკვლელობით უარეს შემთხვევაში. აი ეს ხო არის რაღაცა მაგალითები, რომელიც გვეუბნება ცხადად იმას, რომ ბედნიერება არ არის ამაში. ანუ ზოგი ფიქრობს, რომ მე თუ მექნება, ვიქნები კარგად. იგივე ჩემი გამოცდილებით რო ვთქვა, შემიძენია რაღაცა და მგონია რომ მოვისვენე. რაღაცა პერიოდის მერე კიდე სხვა რაღაც მინდება და ანუ ეს დაუსრულებელი პროცესია. რა თქმა უნდა, გეთახმებით, ეს არის დაუსრულებელი პროცესი და რა თქმა უნდა, ბედნიერება ფულში არა, ეს არის ძალიან მდარე ვარიანტი ჩვენი ცხოვრებისეული, ასე ვთქვათ, წესის. და ყველაზე დიდი ბედნიერება სიხარული, რა თქმა უნდა, უფალთან ურთიერთობას უკავშირდება, შეიძლება ღატაკი იყო, მაგრამ ისეთი სიტყვება იყოს, რომ ენაც კი ვერ იტყვის. მე მახსენდება ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამი, რომ იცოდნენ, რა ძნელიაო მონასტერშიო, არავინ აქ არ წამოვიდოდაო, მაგრამ რომ იცოდნენ, როგორი სიტყვების გამაცდებელი არისო ეს ყველაფერი, ყველა აქეთ გამოიქცეო და მოაშურებდა. ასე რომ ყველაზე დიდი სიტყვება, რა თქმა უნდა, უფალთან არის დაკავშირებული. ამ სიტყვებას განესტიან სულიერად წარმატებული ბერები მონაზვნები, რომელსაც არაფერი არ აქვთ. ერთი სენაკია იქ, ერთი მაგიდა, ერთი სკამია და ბედნიერები არიან და ეს არ არის რაღაცა ლიტონის სიტყვები, ბევრისგან გამიგონია მე. ეგეთი ბედნიერი წლები, როგორც იგავატარე, როცა არაფერი არ გქონდა, მე ცხოვრებაში არ გქონია. ესეთი სიამონება არსად არ გამიცდია. და ეს არის ასე ვთქვათ რეალობა.
და ვინც ჩამოდის ტოვებს ამ ყველაფერს მისტირის იმ დროს. აი რამდენჯერ გამიგონი ეს ასე ვთქვათ წინ წარმოუწევიათ ეს განაზომიერება და ეთანხმებით რა თქმა უნდა ეს არის ილუზია. ფულში ვეძიოთ ჩვენ ბედნიერება, მაგრამ იმდენად როგორ გითხრა დასუსტებული ადამიანის გონება რომ სულ კანკალებს ეშინია რომ ფული რო არ იყოს არა მას ძალიან გაუჭირდება იქ შვილებს ვერ არჩენს იქ სწავლის შესაძლებლობა არ იქნება იქ ძალიან ბევრ სიამოვნებას დააკლდება და ასე შემდეგ და ეს ღვთისაწინააღმდეგო ძალა ამ საწყალ 21 საუკუნის ადამიანს აი ესე უტევს და მე ესე ვიტყოდი ძალიან აშინებს და დაბლასცემს. თუმცა უნდა გვახსოვდეს მაინც რამდენად უნდა შევეცადოთ და გავხსენოთ ის რომ თავარი სიმდიდრე რაც უნდა მოვიხვეჯოთ ეს არის სულიერი სიმდიდრე და გიორგიმ საუბრის დასაწყისში წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები მოიშველია რომ გსურს გამდიდრე და უმეგობრდი უფალს და გამდიდრდები და ეს ალბათ სულიერ სიმდიდრეზეა სწორედ საუბარი და არა მატერიალურზე. რა თქმა უნდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. და ბაკე ამით დავიწყეთ საოცარი წმინდა მამის სიტყვებით, ასევე დავასრულოთ, მე კიდე მაქვს მონიშნული სიმდიდრესთან დაკავშირებით, ასეთ რამეს ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ოქროზე ფიქრითა და ზრუნვით დაკავებულ ადამიანს არ შეუძლია ისრაფოს ცისკენ და სურდეს მარადიული, უხრწნელი საუნჯე. მისი გული ისეა ჩაკეტილი სიმდიდრეში, როგორც ლოკოკინა თავის ნიჟარაში, რომელსაც არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა მოცილდეს მას. შეუძლებელია ერთად გიყვარდეს ვერცხლიცა და ღვთისმსულიც. გენიალური სიტყვებია. დავასრულოთ უნდა ჩვენ საუბარი მამაო, მადლობა მოგზანებისთვის. გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე ჩვენს ტელემაყურებელს კი შევახსენებთ ვერცხლის მოყვარეობის სენზე საუბრობდა კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი. ახლა კი ძვირფასო ტელემაყურებლებო დროა რომ ერთად აღვავლინოთ ჩვიდგზის ლოცვა და შემდგომ დაგიბრუნდებით საინტერესო სიუჟეტებით, სტუმრებით, ჩართვით ასე რომ არ გადარჩეთ. დაგველოდეთ.